მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით. ეხლა ვართ ხონში. ვლოგი მივდივართ ოჯახთან ერთად საპიკნიკოდ. აგერ ჩემი სიმაგრი ბესო ამზადებს. ბატონო, ახლა ჩვენ დავამზადებთ ქართულ მწვადს. ამისთვის გესაჭიროება ძმარი, მარილი, ბულგარული, შავი პერიცა და ხახვი, თუნდაც დათვლა. ახლა ჩვენ დავჭერთ ხორცს და მერე შევკომასავთ. დავჭერით ხორცი და გავაკეთებთ ახლა ბასტუნას. ისე რომ ვიცოდეთ ნორმალურ ხორცს არ ჭირდება საერთოდ დაბასტუნება რომ ვიცოდეთ ქართველებმა, მაგრამ ჩვენი წესია მაინც რომ დავაბასტუნოთ და ვითომ შევმატოთ. სამწვადი რაღაცები მოგწევთ არ ჭირდება დაბასტუნება, შეიძლება ნორმალურად და ეს გემოც არ აკლია და რაფერი არ აკლია. ახლა ჩვენ ამას უზავით. აგერ ბულგარულ ფაბრიკას შურულობთ მარილს, შავი პერიცას, ხავსს დავაჭერით, დაფნას და ძმას. და გავაჭერებთ 2-3 საათი. დიდი ხნის ამის გაჩერება არ შეიძლება. იმიტომ რომ მე უფრო სხვა გამოუშლა დადის რა. ამ მწვადის გემო არ უნდა დაკარგოს საერთოდ. ვაყაროთ ფაბრიკა. თვალ რამდენიც იყოფა, ისე შავი პერიცა. მარი და ძმარი. მane როსო ჩნიყოს პატარა. ჩვენი მიიღოს პირველ რაოდენობით არც ეს არ უნდა ვიცოდეთ. ახლა აურიოთ და გავაჩეროთ სადაც 1-2 საათი მაინც. 3 საათი და მეტი არ შეიძლება. ამას ახლა სუფთად შევინახავთ და დანარჩენს რომ მოხდებით დინარესა იქ დახავთ. ჩვენ ჩავალაგეთ ყველაფერი რაც გვჭირდებოდა საპიკნიკეთ. წავალთ ახლა ვნახავთ კარგ ადგილს ბუნებაში. Having you around, you watch me fall apart time and time again. Couldn't lose you in the end. But if you call my name, it'll be okay. მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით გორჯში. აგერ ჩვენ სულ არის სელურა. სადიანების სასახლე. ნახეთ რა ლამაზი ბუნებაა მეგობრებო ირგვლივ. წვად შევწვავთ და ყველაფერს ვიდეოს როლობის დროს ნახავთ, ასე რომ ჩაუჯექით, არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, აგრეთვე TikTok-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე. დამაფოლოვეთ, ლინკები ამ ვიდეოს აღწერაში იქნება. აგერ ჩავდივით საზამთრო მეგობრებო, კაცივდება ლუდი და ელენე მოიტანა წვენი. ეხლა ამზადებს ბესო სამწვადეს. შუკებია დაჟე 5 არ ედება, 5. ხელა სუკებია. ყველაფერს აქვს მისი სილამაზე. ეს სიგრძეზე უნდა გავუშვა, სიგრძელი ისინი როცა და აღარ შეიწვება. მომკამეთ. ასე გაიწია. ეი, ყავით. ომა შეიძლება მოწრავილე. დავალაგეთ ახლა სამწვადე და დაველოდებით. ჩაიქნება მზად. ნახავთ, როგორი გამოვა. ამით ვუბერავთ წვას. სანამ წვადი მზად იქნება, აი
დადიანების სასახლეა. აქ ადრე ვიყავით. ელენი ძალიან პატარა იყო და ასე რომ რაღაცები გაგვახსენდა რა, აქ რომ მოვედით. აი ნახეთ, ნელა ელენი. ვეცდებით ახლა დაგათვალიერებიოთ. რომ არ დავიძალოთ ისე თავი. ხო, ისე. მამა დამელოდი. ხო. ნელა. წამოაბა. ძალიან მაგარია რა, აქავრება მეგობრებო და თუ ვინმე ხართ ნამყოფი ამ ადგილას, აუცილებლად კომენტარებში დამიწერეთ. რაფერა საქმე ბესო? საათამ წვათი ჭუჭუჭზე. ახული წვადი ახური ვარიანტი დევიდა. ახური ვარიანტი წავიდა მართლა. საბჭოთა ეგეც წვადი ვა. ახური ვარიანტი. აი ეს ლავაშ არინა? ლავაში მინდა კი. მოდი. სო. მარია. აია. მოკლედ მეგობრებო, შვენივრად დავაგემოვნეთ წვადები. აი ძალიან მაგარი ადგილია მეგობრებო და აი ამას ნიშნავს რომ შევირგე შვებულება რა. ნახეთ აგერ როგორი სილამაზეა ერგული. აგერ ელენეც. ცოტა გავისაინოთ, მა კარგი? ელ. ძალიან კარგი იყო მწვადი. კარგი იყო წვადი? კი. ამოაბა ხითა ხდება. მე ისე მომაწონა 4 თელი ჭამე. ხო, მე ბევრი ვერჭამე, მაგრამ მართლა მაგარი იყო. მამა. მოკლედ ჩემი სიმამრი არის პოვარი. ეხერხება რა, ესეც რაღაცეები. და სამომავლოდ კიდე ბევრ რაღაცებს შემოგთავაზებთ. და ასე რომ ეს ვიდეო დაალაიქეთ და აკომენტარეთ. არხის გამოწერა მეგობრებო არ დაგავიწყდეთ. და მოკლედ რა ვიცი, ვცდილობ რომ ეს შვებულება დავისვენო, ვიდეოები გადავიღო. მოკლედ მეგობრებო, დაგემშვიდობებით. და მადლობა ზუსტად ყველას, ვინც ჩემ ვიდეოებს უყურებთ, ჩემი დელენეს ვიდეოებს უყურებთ, არხი გამოიწერეთ. ვიდეო ერთხელ გთხოვთ ვიდეო დაალაიქეთ.